ბაბუ. აბა ბავშვინელა გადაიყვანე. მაგრამ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვირჩევთ ევროპას. ეხლა დაჩე ერთი რამ. ევროპა მაგვირჩიოს ჩვენ. ხოდა ევროპელო ბიძიებო და დეიდებო. თქვენს ლამას თქვა ჩვენ არ სვალე. შეგვიჩვით ევროსაბჭოთები ევრორებოთის ჭირები. ყოველ შემთხვევაში ჩვენი სახით ერთი მხარე რომ თანახმა ევროპაში ჩვენ ახლა კი არა 1.30 წელიწადში შორს კიდე შორს ევროპაში შეგნება არ არის იქ ვისურვებთ ჩვენ ევროპაში შევიდეთ ასე რომ ასეთია ჩვენ რამდენ რუსეთთან ნორმალური კავშირი არ გვექნება ჩვენ ევროპაში მიზღებს ვერ შევართ ვერასდროს რუსეთთან ამ თავმოგვიდეს კაი კავშირი თუ იმისაფი ევროპისკენ ახლა ხალხს უბნია გზა სოქს უნდა რუსეთი სოქს უნდა ევროპა ასია დაგუბლიანი პარტიებად ერთი მას ვიტყოდე კიდე რომ ჩემი მიზანია რომ ყველანაირად კომფორტი შეუქმნა მგზავს გზავრობისა იქ მოხუცებული იქნება ბავშვი იქნება რამე იქნება მე ყველანაირად ვცდილობ რომ ერთი სიტყვით რაც მავალებს მე უფროსობა იმდა რომ ეს დავალება პირნათლად შევასრულო ძალიან ხელმისაწვდომია ძალიან იმიტომ რომ აბატეთ იქ სადღაც მარშრუტკები რომ დადიან მიკროავტობუსები 3 და 3.5 ბილეთი და ეს მატარებელი ესე იგი ჩვენი მატარებელი ღირს 1 ლარი და ესეთი აღფრთოვანებულია ხალხი პირადად აღფრთოვანებულია აი მატარებლით იმიტომ რომ ეს ალბათ ყველას გაგვეგება რომ ცოტა გაჭირებას აქვს რაღაც ცოტა ცხოვრების დონე ცოტა რაღაცნაირად ალბათ გამოკეთება რა თქმა უნდა იმედი უნდა გიქონიოთ რომ ყოველთვის გამოკეთება და ძალიან ხელმისაწვდომია საერთოდ წარმოშვებით აქაური ვარ. დაკრძალვაზე მივდივარ ნათესავთ. კარგია მივბაძოთ ევროპას, მაგრამ ჩვენ ამის პირობები არ აქვს. სურვილიც უნდა გქონდეს, მაგრამ ჩვენიც არ მე მგონია არ უნდა დავკარგოთ. ჩვენი ტრადიციები. სხვანაირად ევროპაში არ მიგვიღებენ. ისე დაგიმშვენ და წვირი ეგ მაგაზი არ იყოს დამოკიდებული. ბიჭო, ეს ევროპა მამაღლა ამბობს, რომ მე ბატონო თქვენ ტრადიციებს არ ვეხებიო. შენ ჩემიანი რომ რატომ კიდე გამაჯერო რომ მამული ენა სარწყულებას უმამულობა, უენობა და ურჯულება სჯობსო. გამაგები. არ გამოვა ბატონო ეს. მე დღეს რომ წამოვსულიყავი სიმართლე ესა კაპიკები მოვწევ ჯივეებში ისე მე ღმერთთან მშვიდობით ამბობს და იმით წამოვედი 2 ლარი შევაგროვი ასე
რატო უნდა გამიჭირზე პენსიონერი ვარ წამალი ვიყიდე ერთი თავი როცა მგონა 4 გამოწერილი ერთი თავი ვიყიდე ერთი თავი მიშველი და მიშველის ახლა кайფასი მალეთა ვიცაყვარდა მოყარ მაგრამ მაშინ ოჯახიდან 6 მუშაობდა და მიტომ უგელდას პირობი მიტომ გეუბნები და ახლა 10 სახშია და ერთი მუშაობდა მიტوارات უჩეს ხალხს რა ეს შემოსავლიანი მხარეა ეს საერთოდ ეს მხარე მაგრამ მათ საბაგეროთ ხალხია თვითონ თბილი და ძვირფასი ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, ნამდვილად იქნება, რომ ეს მოიმატებს სიჩქარეს, მაგრამ დღესდღეობით ახლა ჩვენი ადმინისტრაცია, ჩვენი უპროსობა ცდილობენ ყველანაირად და კი ამაზე მუშაობს. ვიტყვიან ხოლმე მაპატიეთ ერთი იმითი მოსკოვი არ აშენებინა, ისე რომ ყველანაირად აღდგება და რა თქმა უნდა სიჩქარეც მოიმატებს. ნამდვილად ჩვენთვის ძალიან კარგი იყო მატარებელი, მივდიოდით შვილებთან, მივდიოდით ბაზარში, გასაყიდი მივქონდა და ახლა ძალიან შეწუხებული ვართ მითი, რომ არ აქვს მატარებელი. ველოდები აგერ ტრანსპორტს. ჩემ ჯგუფზე ვერ მივდივარ. არ აქვს ტრანსპორტი. ოცდათამეტი წელიწადი ვიმუშავე რკინიგზაში სახელო სავარიო საგურში ელექტროფიკაციას. ცხოველმანტიორად ვიყავი. ჩვენთვის მატარებელი დიდ რამეს ნიშნავდა. აქედან გადიოდა რა ქვია ტრიბულის ქვანახშირი მოძრაობა იყო სულ. შემდეგში ახლა რომ ეს ქვეყანა რა ქვია შეიცვალა და აღარ მოძრაობდა, არაფერი აღარ მოძრაობდა, შემდეგ ისევ აღდგა. ინზის მოძრაობა და ახლა გაიხანია 1-2 წელიწადია აღარა და ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ქონა სახალხო მატარებელს. მოძრაობდით ქალაქებში დავდიოდით ქუთაისში, ტყიბული. პროდუქტი რამე ვქონდა და ვქონდა მიცინ და ბაზარში ავქონდა საუბრ. ძალიან დიდებული რამე იყო რკინიგზა და მატარებელი ჩვენთვის.
ეხლა ამჟამად არ არის და თუ იქნება და თუ რამე აღდგება ისევ რკინიგზა ძალიან კარგი იქნება მოსახლეობისთვის და საერთოდ ხალხისთვის. ჩემთვისაც და ხალხისთვისაც ძალიან სასარგებლო იყო. წამალი მჭირდებოდა თუ რამე იყო დავყობოდით მაგას, მოვყობოდით იქიდან, ხალხიც ბევრი ყავდა. გასაყიდელი ახლა მე არაფერი არ მქონდა რომ გამეყიდა, მაგრამ სხვა ხო დადიოდა ხალხი, მიყობოდა და მოყობოდა და ეფიც იყო კიდე. ხო და ძალიან მწუხვართ ახლა რო არ არის. თუ აღსდგება და იქნება, კაი იქნება. მაგრამ უნდა ვთქვა, მეტი ახლა გვინდა, ყველას გვინდა მატარებელი. დავქნათ ახლა მისი საშუალება ავტობუსი ძვირია და მაგი ეფი იყო და მივყობოდით და მოყობოდით და ახლა ქევზივარ სახში ვერც იქით მივდივარ და ვერც აქეთ მოვდივარ. ძალიან დანაკლისია, აგერ მუშაობს ხალხი, ეჩეკა არის, იქით დენის ქვესადგურია, იძახიან გავუქვთებაო, საწევიდოს ხალხი, სად იმუშაოს, საწევიდოს, პატარა ბავშვიანი ხალხია, ზოგს ესხი აქვს ამოდანილი ბანკებიდან. რაც უნდა გეისურვოს, სად უნდა იმუშაოს. არაფერი არ არის, ახლა ერთი სკოლა მუშაობს მარტო. კარგი იყო საუხათო შარჩავათი, თუ არ არის ყოველივეზე მოახდინის გათვალისწინებით დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.